Ყველა ჩვენგანს ბედნიერების შესახებ თავისი მოსაზრება გააჩნია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ბედნიერების უმთავრესი პირობა ჯანმრთელობაა. მე-20 საუკუნე ანტიბიოტიკების ორგანოთა გადანერგვების დიდი მეცნიერული ეპოქა, ბევრი დაავადების წინაშე უძლური აღმოჩნდა მაინც. თავად ადამიანის ორგანიზმს აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობა. Როგორ ვიმკურნალოთ უკურნებელ სენს, როგორც თანამედროვე კვლევები გვარწმუნებს, ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის გადასარჩენად მემკვიდრეობით განსაკუთრებული უნარი ეძლევა. ეს უნარი განპირობებულია განსაკუთრებული უჯრედებით, მათ ღეროვანი უჯრედები ეწოდება. ღეროვანი უჯრედი არის მარტივი პრიმიტიული უჯრედი, რომელსაც აქვს ორი ძირითადი ფუნქცია და თვისება. ეს არის თვითგანახლების უნარი, რომ წარმოქმნას თავისივე მსგავსი უჯრედი და მეორე ფუნქცია არის, რომ გარკვეულ პირობებში მას შეუძლია წარმოქმნას სპეციალიზირებული უჯრედი, რომელსაც გარკვეული კონკრეტული ფუნქციის შესრულების უნარი აქვს. რა იცის თანამედროვე მედიცინამ ღეროვანი უჯრედების შესახებ? როგორია მათი გამოყენება ბიოტექნოლოგიურ პროცესებში? მოსალოდნელია თუ არა მათი დახმარებით დღეისთვის უკურნებელი დაავადებების დაცლება? მოდით მაინც იმით დავიწყოთ, რა არის ღეროვანი უჯრედები. კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან მე-4-მე-5 დღეს წარმოიქმნება ბლასტოცისტი, რომლის შიგნითაც განლაგებულია შიდა უჯრედული მასა. ეს ის უჯრედებია, რომელიც დასაბამს აძლევს ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს. ჩვენი ორგანიზმი 200-ზე მეტი სახეობის უჯრედისგან შედგება. ყოველი მათგანი კი ერთადერთი ემბრიონული ღეროვანი უჯრედის შთამომავალია. ორგანიზმის განვითარების დროს ისინი სპეციალიზირდებიან საჭირო მიმართულებით და სწორედ მათ ბაზაზე წარმოიქმნება სხეულში არსებული ყველა უჯრედი, ქსოვილი და ორგანო. სამეცნიერო კვლევებმა ღეროვანი უჯრედების ერთი უნიკალური თვისება აღმოაჩინა. ხელოვნურად შექმნილ გარემოში ისინი მარადიულად მრავლდებიან. შესაძლებელია სპეციფიური ღეროვანი უჯრედები მივიღოთ თქვათ ძვლის ტვინისგან, ან და პლაცენტიდან და ჭიპლარიდან. ეს არის ჰემატოლოგიური ღეროვანი უჯრედები. ჩანასახის ზრდასთან ერთად ღეროვანი უჯრედების რაოდენობა ორგანიზმში მცირდება. აქამდე თვლიდნენ, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს მხოლოდ სისხლის ღეროვანი უჯრედები ჰქონდა. როგორც ირკვევა, სხვადასხვა ტიპის ქსოვილის სპეციფიკური ღეროვანი უჯრედები მთელი ცხოვრების მანძილზე არსებობს ორგანიზმში. დღეს უკვე შესაძლებელია, რომ ნებისმიერი უჯრედიდან, მაგალითად კანის უჯრედიდან მოვახდინოთ ამ უჯრედის განვითარება უკან ღეროვანი უჯრედის სტადიისკენ და უკვე ამ ღეროვანი უჯრედიდან განვავითაროთ სხვა ტიპის უჯრედები, მაგალითად ნეირონები ან გულის კუნთის უჯრედები. ეს ის პროცესია, რეპროგრამირების პროცესი, რომელმაც 2012 წელს ნობელის პრემია მიიღო მედიცინის დარგში. ღეროვანი უჯრედების წყალობით ახალი უჯრედები სწორედ იმ ადგილას წარმოიქმნება, სადაც ჩვეულებრივ ჯანმრთელ მდგომარეობაში მათი განახლების არავითარი საჭიროება არ არსებობს. აქამდე თვლიდნენ, რომ მაგალითად ნერვული უჯრედების სიკვდილის შემთხვევაში მათი აღდგენა და ახალი უჯრედების წარმოქმნა არ ხდებოდა. ეს მითი რამდენიმე წლის წინ მეცნიერული ექსპერიმენტების წყალობით დაიმსხვრა. ექსპერიმენტული მონაცემები ძალიან იმედის მომცემია. სამომავლო დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლებელი იქნება ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობა. ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია დაზიანებული თავის ან ზურგის ტვინში თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება. ინსულტის, ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადება, ზურგის ტვინის ტრავმა დრამატულ შედეგებამდე აღარ მიიყვას ადამიანს. ღეროვანი უჯრედების სასწაულმოქმედი პოტენციალი გაშიფრულია, ესე იგი დაავადების დაძლევის პერსპექტივაც რეალურია.